წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებთ და ზუსტად იცით, რა მოხდება მომდევნო საათებში. ყველაფერი გაწერილია, ყველაფერი უსაფრთხოა. მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. აი ზუსტად ამ დროს გჭირდებათ გულის კარნახით მოქმედება. ერთი უცნაური გადაწყვეტილებაც კი საკმარისია, რომ ავტოპილოტის რეჟიმიდან გამოხვიდეთ და ცხოვრების ხალისი დაიბრუნოთ. ჩვენ ხომ რობოტებად არ გავჩენილ ვართ. ყველამ ერთი და იგივე წინასწარ ჩაწერილი პროგრამით რომ ვიცხოვროთ. ამ სამყაროში მილიარდობით სრულიად განსხვავებული ადამიანი ცხოვრობთ. არსებობს ასობით სხვადასხვა ნიჭი, უამრავი უცნაური პროფესია და გზა. ვიღაც მიწას ამუშავებს, ვიღაც ხალხს კურნავს, ვიღაც კი საოცარ მუსიკას ქმნის და არც ერთი გზა არ არის სხვებზე ნაკლები. ჩვენი უნიკალურობაც სწორედ ესაა, მაგრამ როცა ცხოვრებას მკაცრ ერთნაირ ჩარჩოებში ვაქცევთ, საკუთარ თავს ვართმევთ შანსს ეს ნიჭი ბოლომდე აღმოვაჩინოთ. კაცობრიობის საუკეთესო გამოგონებები იდეალური გეგმებით კი არ შექმნილა, არამედ იმ ადამიანების გამბედაობით, რომლებმაც წესებს გვერდი აუარეს და გზიდან გადაუხვიეს. საინტერესოა, არა? ახალი იდეები და საკუთარი გზის პოვნა თავისი არსით ყოველთვის რისკია. ეს არის თვალდახუჭული ნახტომი იქ, სადაც წინასწარ არ იცით რა დაგხვდებათ და მზაობა იმისთვის, რომ ყველაფერი თქვენს იდეალურ სცენარს აცდეს. როგორც კი თამამად იტყვით, რატომაც არა და წამიერ რისკიან გადაწყვეტილებას ენდობით, თქვენი ქვეცნობიერი მაშინვე სრულ თავისუფლებას იღებს. სწორედ აქ იპოვით ამ უნიკალურ ნიჭს, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა დამახასიათებელი. გადამეტებული კონტროლი და სხვების დაჯერება კრეატიულობის მთავარი მტერია. ის გვაიძულებს სულ ერთი და იმავე ნაცადი, უსაფრთხო გზით ვიაროთ. უსაფრთხო გზა კი მხოლოდ ნაცნობ წრეზე გვატარებს. თქვენი ნამდვილი სამყარო კი იქ იწყება, სადაც ხვის მოასფალტებულ გზას ჩამოსცილდებით, რათა ცხოვრებაში საკუთარი ხელუხლებელი ბილიკი კაკაფოთ. შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც იდეალურად დაგეგმილმა მარცხმა სრულიად სხვა, ბევრად უკეთეს პროფესიაში გადაისროლა? ახალი გამოცდილება, თუნდაც ის ერთი შეხედვით სულელური ან უცნაური ჩანდეს, თქვენს ყოველდღიურობას ფერებს შესძენს. რისკი საფრთხე არ არის, ეს არის შანსი დაინახოთ თქვენი განსხვავებული შესაძლებლობები იქ, სადაც აქამდე ყოფნასაც კი ვერ წარმოიდგენდით. სიახლეების ძიება გონებას მუდამ მუშა მდგომარეობაში ამყოფებს, ხოლო სულს სიცოცხლის წყურვილს ზენს. გინახავთ ბავშვი, რომელიც თამაშობს. ის არ ფიქრობს წესებზე და იმაზე, თუ ვინ რას იტყვის. ის უბრალოდ მომენტით ტკბება. ყველაზე დიდი შემოქმედება თავად ჩვენი ცხოვრებაა. როდესაც წამიერ იმპულსებს უშვებთ ცხოვრებისეულ რუტინაში, თქვენ აჩერებთ ავტოპილოტით არსებობას. რობოტის რეჟიმიდან გამოდიხართ და იწყებთ რეალურ ცხოვრებას. იყავით გაბედული, სცადეთ ის, რაც ოდნავ გაშინებთ კიდეც. დაუშვით შეცდომები. უშეცდომო მხოლოდ უფალია. სწორედ ეს შეცდომები და არასწორად გადადგმული ნაბიჯები ხდება ხშირად ყველაზე დიდი შედევრებისა და თქვენი ნამდვილი მოწოდების საწყისი. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება არ არის მათემატიკის ამოცანა, სადაც ყველა ადამიანს ერთი და იგივე სწორი პასუხი უნდა დაუჯდეს. არამედ ის არის გიჟური თავგადასავალი, რომელიც მხოლოდ მაშინ ხდება მართლა საინტერესო, როცა მასში მოულოდნელობის ადგილს ტოვებთ. არსებობს რაიმე პატარა, თუნდაც ერთი შეხედვით უაზრო ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დღესვე, აი ახლავე შეძლებდით? რაღაც ისეთი, რასაც ჩვეულებრივ არასდროს აკეთებთ. იქნებ სულ სხვა წიგნი წაიკითხოთ, იქნებ უცნობ მუსიკალურ ჟანრს მოусმინოთ, ან დაინტერესდეთ რაღაც სრულიად განსხვავებული სფეროთი, რომელიც თქვენს პროფესიასთან ახლოსაც არ არის. დაფიქრდით, იქნებ სწორედ ეს ერთი პატარა შემთხვევითი გადახვევა გახდეს თქვენი ახალი ნიჭის აღმოჩენის დასაწყისი. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.